და შენი. ნაირნაირი პერანგების მქონე და ამავე მიზეზითვე კოლეგების შურის საგანი. ძლევამოსილი ჯანელა. ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც სასტავში თმის გადანერგვის ფული არ აქვს საჩალიჩო. ირაკლი ვახტანგიშვილი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის თვალის მომჭრელი სილაპლაპით გამოირჩევა. ირაკლი კაკაბაძე. ძმებისთვის კაკაბა. ანკესების და ტივტივების უბადლო ოსტატი. ჩვენი რატი ჯიგო როგორ ახარ? წამო შენთანა ვარ, ბიჭო. ჩვენი ძმა ჩვენთანაა, დავით ლაბაძე. კაცური კაცები, რატის ბარის არხზე. ჩისტა კაცური პონდია. გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის მე არასდროს მესამე ეპიზოდი ჩვენს არხზე და ესეთი ძალიან კარგი სტუმრები გვყავს. გამარჯობა. კაცები. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად, გადასარევად ჩვენ. რავი, მე არა მიშავს. ხართ დალევის ხასიათზე? კი, ცივი თუ გაქვს რაღაცები, ყველაფრის დალევი. ცივი კი, ცივი მოდი მაშინ პირდაპირ დავიწყოთ. ცივი სასმელი, ცხელი საჭმელი. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. ახალი გემო აქვს ნატახტარს და ზაფხულში კიდე ლუდი ძალიან კარგი არის, ესეთი ხავერდოვანი და რბილი არის და შეგვიძლია დავაგემოვნოთ. მე გავსინჯი სხვა და შორის უკვე და გვიძლია კი რომ ვალდებულები ვართ. გავხსნათ და მივარტყათ. გამაინტერესებს შამპანურის თავსახურის ახლა გამოდიოდა ის მოსარევი. ამისგან რა მეკითხება? კი. კოზი. კი, 7000 წელს თუ შეაგროვებ და გააფრთხილებ, შეგიძლია სახლი გადახურო. ზოგადად მე არასდროს გითამაშია, თან იცით როგორი პრინციპი. კი, კაცო, მე უმაღლეს ლიგაში ვიყავ. მე არადროსის. ოღონ მაშინ თუ საბჭოთა კავშირი იყო ია ნიკაგდა. მოდ მე წესები რო აგიხსნა. წესები ასეთი არის. დავიწყებთ თქვენგან. ყველა ვართ ცალ-ცალკე, ვითამაშებთ ერთმანეთს და ვცდილობთ რომ ისეთი რაღაც ვთქვათ, მაგალითად მე არასდროს გამეკეთებია რაღაცა, რაც რეალურად არ გაგიკეთებია შენ, მაგრამ იცი რომ ხებს გაუკეთებიათ და ვისაც გაუკეთებია ის სვავს. ძალიან მარტივი წესები არის და მხიარობთ და მაგაზე თუ რამე ისტორია გვექნება და თუ მოყვებით, ეს საერთოდ უკეთესი. აქ ეხა მე რო რაღაცას ვიტყვი, როგორ გადამიმოწმებთ, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ამა შეიძლება სულ სხვანაირად წარმართოს. მოდი ნამუსზე იყოს. ნამუსზე თუა დავიწყე. ნამუსზე თუა შანსი არ აქვს. მეგობრებო, სანამ დავიწყებთ, იქამდე აუცილებლად არხიც გამოიწერეთ, ეს ვიდეოც მოიწონეთ და ასევე კაცების YouTube არხი არის აღწერაში. პირველივე ლინკი იქნება, გადადით და აუცილებლად გამოიწერეთ. ერთი წამი. დავიწყოთ, ხო? კაცებს ყავს გამოწერები და გასტრონომი თქვი რა. კაი. ჩვენ მოკლედ მეგობრებო ვსვავთ კონიაკი ვაშლის წვენთან ერთად, რადგან ძალიან არ დავთვლით და ეგრეთ წოდებული ეს კლაპანი გახსნას, თავარი ესე ვთქვათ მუღამი არის ზოგადად გადაცემის ეს რომ ცოტა არაფხიზა მდგომარეობაში უფრო სხვანაირი არის ზოგადად ადამიანი და ამიტომ ანუ ფაქტურად კლაპნების რაკუნი აქვს ხო თამაში. რა. დავიწყოთ აბა. გიორგი იწყე? გიორგი, თქვი შენ არასდროს მე არასდროს არ გამომიყენებია მაშველი, ფეხსაცმელი. ხო და მართლა არ გამოგიყენებია? სახლში, ანუ გამოგიყენებია. მაღაზიაში კი. აკი დავიწყოთ იქიდან. მოდი დავიწყოთ. მე არასოდეს არ მწოდნია არც ერთი ფეხბურთის გუნდის შემადგენლობა თავიდან ბოლომდე. არც მე. აუ შენაკი. მოგიდე ჭიკასხელი მაშველი. რა მაშველი? აი მაშველი. თავიდან ბოლომდე არც მე არ ვწოდნია. აჰა. არჩენ, ხო? არა, შემიძლია დავიფიცო, დავიგინო. საქართველოს ხატზე. ყველა არა. მე მწოდნია კი რეპორტაჟებს ვაგზავნით გაზეთში. აი ეწერა შიგნით. მაშინ ცოტა ჯიჭიქაშიო დაუწყა. აი შენ მიირთით. და მე უნდა დავლიო ხა მაგის გამო რომ ის იმის გამო რომ ის უცოდინარია სპორტში. კაი მოვა ჩემომდე. იყო შენამდე. რა მაგარი კაცი იქადნება. მოვა ჩემამდე. ისეთი რამე თქვა, თვითონაც დასალევი ქონდა ნახევარი. ხო ესე მიდის. მაგრამ რამე შემადგენლობას ხო არ ინებებდით ჩამოთვლით. კი, არ არის პრობლემა, შეგიძლია ჩამოგითვალოთ. აი მაგალითად თბილისის დინამო რომ პირველად გავიდა ევროტურნირებზე საქართველოს სახელით პირველ თამაში რა შემადგენლობით იყო? ლინფილდთან? ხო. ეგ გახსოვს? ეგ თუ ჩამოთვალა, მე ვსვავ პირადად. ლობჟანიძე, დემსაძე,
შელია, ინალიშვილი, რეზო არველაძე, არჩილ არველაძე, შოთა არველაძე, ყაველაშვილი. ანუ რომ მომყოს მაინც ვერ მიხვდები. მაგრამ იქ ვერძე უზის ისეთი რომ შეცდომას მიხვდება. 9 არის, ხო? კი. ნუ თუ 5 თითი გიქონიოს. ჯამარაული 10 და ლობჟანიძე ალბათ. თქვი. არ მითხრა. კითხვი. ეს იყო ლობჟანიც. მოდი თავიდან უსწრაფი. ზოიძე, ნემსაძე, შელია, ლობჟანიძე, ინალიშვილი, არჩილ არველაძე, რეზო არველაძე, შოთა არველაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი და კინკლაძე. შეცვლაზე შევიდა ანჩაპი. ბონუსიც და მე დავლა სიტყვა და მეც უნდა დავლიო. შენ იცი რომელიმე ისა გუნდი 11 კაცი? ორი არა, კაცი. მაგრამ მე უბრალოდ სიტყვა. რამდენი კაცი იცი ჩვენსავით? ჩვენ გუნდში ხარ თუ იმათ? ყველაზე მეტი რა გუნდიდან იცი? აი, შენ. ეს მთლიან უნდა დავლიო? ხო. ესეთია თამაშ წესი. ყველაზე ბევრი მეწოდინება ალბათ მე რეალის ვიცი. ალბათ ყველაზე მეტი. რომელი რეალის? რეალმა რო პირველად ჩემპიონთა ლიგი აუ, მომეგი. აუ მეძინება უნდა. და უცბად დაეძი. პირველად რო ლიგა მოიგო 56-ში. მაგ დროს მე გიგმაში წარხავი არ ვიცი. არც ის არ იყო, მაგრამ ჩამოთვალე გიო. კოვიდის აი დრო. რონალდო რო იყო. აჰა. დასალევი კოდი არის. იქოს კი არის, იქოს. რა, მე დავლია. დალია. ხო, მეც უნდა დავლიო. და თუ ხა შენ ჯერ. ეხა ორ ადამიანს გადავაყლანცებ უცებ რა. მე არასოდეს არ ყოფილვარ დათოზე სანადიროთ. აბსოლუტურად სანადიროთ არ ყოფილვარ მე ვაფშე. ორი დათვების მტერი. რო ნანო ფეხლა ეგარი. დათვი რო ვერ ვნახეთ ეგეთ. ძირითადად დათვის ბუნები რო გვაქვს ნანა. აუ, რამდენი დათვის მოჯმული მაქვს. მიირთვით. აი, რა ვიცი. აჰა. მივხვდი რომ არ უნდა დამენდე წინაზე, მარტო ფეხბურთი არ უნდა გადავსულიყავი რა. ეს არის პირდაპირ რომ დაუმიზნებ და ესური ხო იცი. მე არასდროს შენც და შენც თამაშო? და თან შენ ყველასთან იგონებ ამ რაღაცებს? და ეხლა ვცდილობ რომ სხვადასხვა იყოს. თორე იმით ტვინი წავიგე უკვე რომ მე არასდროს მომწევე სიგარეტა და ყველას ვავსყოლმე რა. მაგრამ ეხლა ამ გადასიმში არ ვიტყვი ამას და მე არასდროს მართლა ეს არ მოგიწევია? არც გაგისინჯა? აუ, წამო მოგაწევინე. რაღაცა წამო მოგაწევინე. მე დავარ კოზის უკლავს. მე არასდროს მოდი გადაცემებზე რომ გადავიდეთ, მე არასდროს დამვიწყებია სტუმრის სახელი. ანუ რაღაცა მომენტში რა. ძალიან კარგი სტუმრები გვყავს ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ტუპაკა, სალომე და ისა. მაკა. უცებრო. სტუმრ და სახელი რო გიდო. აუ, რამდენი. მე საერთოდ ძალიან სერიოზული. ძალიან დიდი ბოდიში. ერთი კითხვა მაქვს. ძალიან დიდი ბოდიში. რატი ხო? მე სერიოზული პრობლემა მაქვს სახელებზე ბორების დამახსოვრების. არ მითხრა. ანუ ყველას ვაოთ? არ ჯანე. ხო, ეგ უნდა მეკითხა ეხლა რომ. მე ბიჭო, გულწრფელი ვიყო თუ გავაპარო. რა გუნდი ჩამოვთვალე წერა ხო გახსოვს? ძალიან ძის არ დავიცი. არა, ამას არ დავისწრებ. არა, მე სტუმრის სახელი მავიწყდება იმათი, ვისაც არ ვიცი. ანუ დაგვიწყებია? აი, გადაცემაში. გადაცემაში კაკაბა შეეშალა და ლელა ტორწმიას მაგათ გამოსალა ლელა კაკულია. მაგრამ ეგ არ არის სახელი შეცდომა. აი, გვარი. ხოდა. ეგ გვარია. მე შემეშალა ისა ნინო სუხეშვილის მაგათ ნინო რამიშვილი გამოაცხადე. ეგეც გვარია. ანუ არ სვავთ. არა, გამიწყებია რა, აი ყოფილა რომ სტუმარი ყავს და არ იცი როგორ და ისა და თქვენ. რაღაცა მეთოდები. ეგრე არა. მე გამორიცხულია რომ ამას არ დავიწყნო და მე სულ დამცინია რატო იცი მიმართვის რომ მაქვს ჯიგო. იმიტომ კი არა რომ ყველა ჯიგარი. ჯიგოზე გახსოვს მე რო ვიყავი თქვენთან? შენც ჯიგორი ყავი. მე ჯიგო ვიყავი და ეგა დაგიმახსოვრე. ორი ჯიგო ვიყავით. ის პატარა მე ხო და ის ჯიგო იყო. პატარა ჯიგოს ხო იყო? კი, პატარა ჯიგო. სად როგორა? კაი ჩანდაშია. მე ამერია, არ დამავიწყე, პროსტა ამერია. მე მაინტერესებს. აი ხა ხობზი ვარ და რაღაც სახელით რომ მივარ და უცებ ვერ იხსნა. აი როგორც აი რამდენჯერ ყოფილა სტუმარი? არა ბიჭო უამრავჯერა. ხო და მიდი მე. ოპა. გავს ნაკლაპა. ანუ ესე რომ ბევრი ვილაპარაკო და გადავაგორო არ გამოვა?
ამჯერით ყველანი სტომარს გაუმარჯოს ვის სახელმწიფო და ვიწყებია ძალიან ბევრი იქნება. ეხლა რომ ჩამოთვალაზე რა მაინც დაგერება. რო იყო სტუმარი, რომელსაც სხვა სახელს ეძახდიდა. არა, ესე ანუ იცოდე სტრასბურგამდე მივა. წავიდა მეგობრებო ქაღალდის ფულის დრო და ყველაფერი ონლაინზეა გადასული. ალბათ ყველას გსმენიათ ბიტკოინის შესახებ და დარწმუნებული ვარ სურვილი გქონიათ რომ თქვენ საკუთრებაში ყოფილიყო. ეხლა გაქვთ ეს ძალიან მაგარი შანსი. შევდივართ საიტზე cryptal.com. კრიპტალი არის საერთაშორისო ბირჟა, სადაც შესაძლებელია კრიპტოვალუტით ვაჭრობა უსაფრთხოდ, მარტივად და სწრაფად. და ჩვენი ერთგული მაყურებლებისთვის არის ძალიან მაგარი აქცია. თუ შეიძენთ 350 ლარის ნებისმიერ კრიპტოვალუტას, დაგერიცხებათ საჩუქრად 50 ლარის ბიტკოინი. რა თქმა უნდა, ამის გამოტანაც შესაძლებელი არის და განახდებაზე იქნება 0%-იანი საკომისიო. ამისათვის საჭირო არის, რომ აუცილებლად იმ ლინკით გაიაროთ რეგისტრაცია, რომელიც აღწერაში არის და ამ აკაუნთით შეიძინოთ შემდეგ კრიპტოვალუტა. ახლა კი განაგრძეთ მეგობრებო ვიდეოს ყურება, მე კი შეძენილი კრიპტოვალუტის ზრდას გისურვებთ. კაი. მე არასდროს ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარის. არა და მე არასდროს გადამიპარსია თავი ჩემი ხელით. რა გინდათ, რატომ იჩანე? მარტო მე ვარ? საკუთარი ხელით არც მე. ანუ ნახევარი გადავეპარსე და იქნება. საკუთარი და ოჯახის წევრის ხელით. პაკეტილი რო იყო ის პანდემიის მე არასდროს გიორგი თხოვე და გადამპარსებ. ინებე. ანუ სულ მიდიოდი და სხვა საპარსიებდი? არა. აბა, ერთხელ მაგ გადაპარსული ბავშვობაში ისიც პარიკმა ხერმა ტილები რომ ყავდა მაშინ გადამპარსა. ანუ იმას ამბობ, რომ ერთხელ მაქვს მარტო თავი გადაპარსული და მეტჯერ არა? მე ხო, მე ეს არ არის. აქ არის არც ერთხელ. საკუთარიან ოჯახის წევრის ხელით თქო. ოი გაცმიანდა. როგორ არის ძმისშვილი რო ლაივში რო ჩაგვერთა შენი ძმისშვილი რო პარსა. მე კი არ გადამპარსა, ძმაო. ორზე დამიტო. არა, ესე გადამპარსა ზუსტად გეუბნები, იმიტომ რომ გიორგი და ირაკლი. მე კი ბატონო, ყოველ კვირა ესე ნულზე არც მე არ გადამიპარსავს ეგრე. მუზე არც მე ან იმ დღეს რას თხოვე ჩემცოს. თავ გადაპარსულებს გაგვიმარჯოს რა. რას იქნება რა გაგა შენ თავი გადაპარსული? მე და გაგიმარჯოთ. ნახე მაინც მიაყურყუტა. გიორგი ენჯელია მიდი რაღაცა. ეხლა კიდე მაშველი თქვა. ადი მაგი რა. მე არასდროს არ ყოფილვარ ბიჭის მამა. შედამპალ. ეს კიდე არს. რაღაცა ჯანელ ჯიგარი. გონი ესე თამაშობს, ხო? სანდროს და ნიკოს გაუყურე. ოფიციალური არ შედისო და სად დაეწეთ ხეტებოდა ეს ჯარში. ო და აი ეგ უკვე ნამუსის საკითხია და თვითონ ამუსზე წეღან აი, როგორ გეხადრება კაცო. ზუგოგოებია? ორი ქალიშვილის мама და პოდკასტ გასტრონომის სამყარო. გაუმარჯოს სანდროს და ნიკოს. გაუმარჯოს ნიკოს და სანდროს. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ. ჯერ არა. უე აღარა და ბიჭი დალიე. არჩენ არა ხარ? ანუ წინა გადაცემაში ხავდა ვინა ტიკტოკერებიო თუ ვინო? ტიკტოკის კონტენტ კრეატორები სტუმრად. ეგენ რომელი ხალხია, უფრო რო ცეკვავენ თუ უფრო რო ლაპარაკობენ? კონკრეტულად იმ ორზეა საუბარი თუ ზოგადად ტიკტოკერებზე? აქ ვინც იყო? TikTok ხო ეს არის რაღაცა 3 წამიანი რაღაცა. არა, 30 წამიანი, 1 წუთიანი, 20 წამიანი, 15 წამიანი, 10 ხევა წამიანი. გადაცემაში რომ მოდიან, რამე ხო არა აქვთ დისკომფორტი. მოდი შევავსო, ხო? გას. სასმელი შევავსებ და ბატონო ირეკვი თქვენ ჯერი. ორ კაციანს ვისურვე. შეიძლება მესამე დაიჭრას. მესამე ალბათ მე ვარ. არ ჯანელზეც არ ვიცი. მე არასოდეს არა მომიყვანია ანკესით თევზი. ამ თეორიები არაფერს. გაუმარჯოს ყველას, ვისაც ამოუყანია. გენაცვალე დაშო. ბევრი, რაც შეიძლება ბევრი. კი. შენ არა? სიამაყით. ტელევიზორი ან განკესა თითულება? რა ტელევიზორი? რაღაცა მოწყობილობა. ეკრანს რო ეძახიან? ტელევიზორს ეძახდა ეს კაცი. აა. დამაჯერე. აუ ბრაკონიერია. აი რეჭი ხადალიე ორ მაგალითად. არა, მე მაშინ საბჭოთა კავშირის ბუნებას ვანადგურებ. წყლიდან დამოყვანა. საქართველოში კი იყო, მაგრამ საბჭოთა მეურნეობას ადგებოდა ზარა. დალიე. კარგი. დალიე. ბატონო, მე და შენ. გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს, გენაცვალე, გენაცვალე. გაუმარჯოს. არ მithawzavია სხვადასხვა. არც მე. არ სადა ამან რაღაცა ესწავლებინა, მაგრამ ისეთი მოსაწყობი. აი გაგიკვირდებათ
და ბევრს მოუწევს დალევა, არასოდეს არ მიჭამია მოხარშული თევზი. აი არასოდეს. თევზაობა, მაგრამ მოხარშული. არა, თევზაობა რა, ხელს ვერ კიდევს თევზს. ყველამ დაავლეთ ხელი. მიყვარს 1-2 ტიპი. მე რა დავაგვირთ იცი მარტო ჩემ ნათქვამებზე არა. შეიძლება შემდეგ სტრესე მაგალითად კომიციოსი რაღაცა აჭრა. მოხარშული ჯინსები ვისაც წმია იგი ხდება. იგი მერე. გაგიგია ეგეთ ფენომენი. კი. ხო, ძალიან ცოტა ხანი იყო პოპულარული. მაგრამ ყველას ეწვა. ქონდა შენ? არაფერი არ ეწვა. მოხარშული ჯინსი. არა, მაგრამ ქალაქში ეცვა. მიირთვით. შეიძლება მოხარშული არ უყიდია და თვითონ მოხარშა. მოთუშა. ამან მოთუშა. მოთუშა ძალიან ცივს. ხავ. მე არასდროს ყოფილვარ პირველი არხის ეთერში. ხლა? ერთი წამით როგორ არ აი YouTube-ზე ვიყავი, თქვენთან. YouTube-ზე. შეახმა. რუსეთის პირველ არხზე. ამაზე ნაფიქრია დიდ გუნდს. მიირთვით. ეს 4-ვე სვამთ. შვენიერი. ამ თამაშს რამე არა აქვს? მუსიკალная პაუზა. ან მაზიდებს. აი მაგის აზიდებს. მე რატომ აზიდე? უბრალოდ გიხდება ეს. გიორგის აზიდებს. აი მე ხო დავლიე. აი ეგერ არის. მოხარშული თევზი პირველი არის. შენ თუ იცი, არა ხარ მაგიტო გეკითხე. პირველი არხის ის ჰიმნი რა იყო? მუსიკა, მეც არ ვიცი. აუ, არა, თავიდან ისე. მოიტანა ხო? სულთავი. საფარი გავიხსნა ხო? გაიხსნა კი არა, ამასთან პირიქით არის ხურავს. ამასთან გაიხსნა არ არის, ამას არის მოფლაშა. რაღაც პერიოდი იყო ისა, ყელსაბამი ვალისფერი რო არის. არის ის და მოდი სიმღერით ვერ შევახსენოთ. ხო, მუსიკალная პაუზა ხო კინოდან. არიცი, ყელსაბამი. არაო, გითხრა, არაო. ვალისფერი. საიცაზე ახლა ეწოდინება მე. როლის ყელზე შესაბ ბმელი. მელიან შესაბამი, შესაბმელი. შესაყვისი, შესაყვისი. მოგიძღვენ გული ჩემი, შენ კი რაღაცა მომიძღვენ. შენ კი ვერა. მიყვარს სუფრაზე სიმღერები. აი ხა გიტარა რო ქონდეს რა. აი გიორგი. არ მოგვაწყენდა. ისდები ბიჭი რომ ხერი. ხო დაურეკო გიტარიანი კაცი მოვიდა. მიირთვი და კიდე ერთ მოჭიდე ხელი, იმიტომ მე რომ ჯوار მაგ. აბა რა. რატო რა გინდა? მეც ვარ. მე ეჭვება რომ იყო. მე არასდროს მიცხოვრია საბურთალოზე. აი ეს მაგალითად ბიჭი. არა, იცი რა არის ახლა ყველაფერს საბურთალო და არა. იგი რომს არ გიცხოვრია? არა. ერთი ღამე არ დაჩენილი ხარ. რანაირი კაცი ხარ ბიჭო, ერთი ღამე მეგობართან არ დამჭირდო. იო, გაგვიმარჯოს. აგვიმარჯოს. ბიჭო, რატო გავედი ყველა კატეგორიაში მე აბსოლუტურად. გადაშორის მეც ეხა ჩემებს ავსო მარტო. ხო, შენ ეგრე მიდიხარ? ხო, აი შენც ორი გაქვს და მე შემოგეცი. ხო, ეხა შეშენიტყვი მედავლებ და შენ დროა ვინმე სასმელზე გააგზავნა. თუნდაც მიდის საკო. ოღე ჩვენ თურმე ერთმანეთს არ ვინდო. ვაჟაზე არ დაგიძინია თვითონ მეტროს ხმა. ვიბრაცია კი. ეგ მახსოვს. მაგას არ უკავშირდება. ეხა რო იტიროს. რატი? ამას რო აღარ დავალევია. ან დაგიტოვე. და ხვალ გოგირდის. გამოგიდება წავიყვან. აბა, თხოვთ. მაშინ მე არასოდეს შემშინებია შპრიცი. ამას ოპა! აი, დაშენი. აუ, მე ვაქცინა მაგიტო არ მაქაკეთებული. ტაბლეტზე მე ისე მე მეშინია. ერთხელ MC გამიკეთეს. რო ვენები მეკარგება სისხლის აღების დროს სერიოზულად გეუბნები და ყველა ანალიზზე მისვლის შემდეგ სახში რომ მოვდივარ ერთი 5 ადგილას მაგდა სხეულში რო რკინა შემოდის არ მსიამოვნებს. მარტივად რო არის. მეტალი. და ერთხელ ისე შემეშინდა. კინარა სპილენძიც არ არის კარგი. ნუ დამჭირდა რა, წამიყვანეს სამკუთხედში და იმდენად შემეშინდა რომ გარშემო ექთნები და ექიმები მოვიდნენ და ვიდეოთი მიიღებდნენ და დამცინოდნენ. ჰა, ნახე რა, როგორ ეშინია. და ამ ვიდეომ რამდენიმე მილიონი დადოს. ძალიან მეშინია. გაგვიმარჯოს, შიშარა ხალხს გაგვიმარჯოს. შენ აგეშინია. შენ აგეშინია. შპრიცი სტუდიაში. გაგვიმარჯოს, შიშარა ხალხს გაგვიმარჯოს. არა თუ მე მეშინია გაკეთება, რომ დავინახო რომ სხვას უკეთებენ, შეიძლება ცუდად გავხდე.
სხვათა შორის ქართველები რო ამდენი ვართ შიშარა ხალხის დამსახურება. ერი რომ მოდიოდა, ისინი გარბოდნენ იმალებოდნენ. მე რაოდენობა. ერი რა შპრიცებით მოდიოდა შებრიყო. იქაც მეტალი. იქაც მეტალი შემოდიოდა ორგანიზმში. მოიცა შენ ამბობ რომ ხმლის არ გეშინია. არა. აი არ მეშინია გველის, მგელის. ბოდიში მეგველისას მეშინია. ვა, ეკაი იდეა. ეს ჩმური ყავს. გონი უნდა შევავსოთ, ხო? მე ერთი ცალი დამჭი. მეც ერთ წელ დამჭა. აი, დათომ გამოხო. ვა, დათო? ეს რაღაცა ჩოხები უნდა დაურიგოთ. შევავსოთ. შევავსეთ ჩვენი სასმისები და მეგობრებო, აუცილებლად ზოგადად ფურალი. ეხა აღარ გინდაუე. ჯიგო, მიდი. შევავსეთ მეგობრებო, სასმისები რა და მეგობრებო, შევავსეთ სასმისები. დაიწყე. და ზოგადად დალიეთ ხოლმე ზომიერად და არ დაждდეთ საჭესთან ნასვამები. ეს არის ჩვენი პირველი რეკომენდაცია და დამეთანხმებიან, რა თქმა უნდა, ჩვენი. აუცილებლად. თუ პირველს ვერ დაიცავთ, რომ ზომიერად ვერ დაიცავთ, საჭესთან მაინც არ. ხო რა. მაგრამ დაჯექით საჭესთან, ნუ დაკოქავთ მანქანა. იჯექი ისე და იჯექი. პი პი პი. და მიიძინეთ. და ასევე მინდა ერთი ინფორმაცია გითხრათ. ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება პირველი ვლოგი ჩვენს არხზე, სადაც ვიყავით თურქეთში, ნუ მოვიარეთ რაღაცა და თვისე ნასვამები ვიჯექით საჭიროა. და ძალიან აი ვლოგი ვლოგი გადაიღო თურქეთის პოლიცია. თურქეთის პირველ არხზე არ გასულა. იყო იქ სიმთვრალეც, იყო ულაობაც ეს ის და მოკლედ ვინ მარტო არა, მე და ჩემი შეყურებული. ო, რა გენაღულებოდ გენათ. რადიან დაგულაობენ. ძალიან კაი ვლოგი იქნება და არ გამოტოვოთ, ან ერთ ნაწილად დაიდება, ან ორ ნაწილად. იმდენად დიდი და კარგი ჯიგო, მასალა არის. სამათ და. ეს ვლოგები პოპულარულია YouTube-ში. საერთოდ ამ ბოლო პერიოდში ძალიან იმიტომ ჩვენ ახლა მივიდივართ, შეიძლება უკვე ვიყავით, არ ვიცი როდის გავა ეს. ბაქოში, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ფინალი. ეს არის ჰოლანდიის და მაკედონიის თამაში გუფურ ეტაპზე. ეს დღეს როცა ვიწერთ, მაგრამ როცა დაიდება, ხო, როცა დაიდება, ალბათ ფინალი იქნება და რა სიტყვით, ვინ არის ფინალში? იტალია არის ჩემი აზრით ერთ-ერთი. ეს არ მომეწონა ფინალი რაღაც. გონი მივხვდეთ ეს თქვაც გინდათ ანუ იქ გვინდა რომ რაღაცა ეგეთი გადავიღოთ რა. ძალიან კაი იქნება ვლოგს თუ გადაიღოთ. მოდი ახლა გადავინაცვლოთ. დაუბრუნდეთ საქმეს. საქმეს მივხვდეთ. კარტობაც ვიცი, მუსიკაც ვიცი, ყველაფერი, მაგრამ მაგრამ საქმე. დაშაყილი. მე არასოდეს დამოუკიდებლა, ანუ წესები არ ვიცი ნარდის თამაშის. გრძელის თუ მოკლეს. არც ერთის. ეცერი წამე. ნარწაკ ორი წესი. ანუ ეს დამოუკიდებლად, არდი და დამოუკიდებლად არასოდეს არ მითამაშია ნარდი. აბა ხელი ეკიდა ვინმე. არა, ეხა ის ითამაშე, ეხა ნუ არ ვიცოდი წესები და ესე ცდილობდნენ რომ ეს ანუ დავდო. წესები და თულა არ იცი. არ ვიცი საერთოდ, აი რაღაცა კარი აიღე, კოქსი, მარსი ვიცი რა, ეგ. ერთი წამი თეთრ და შავს ერთმანეთის განასხვავებ. ეხლა დამსვა არ ვიცი რა აი, თამაში. გავლე, კი ბატონო, მაგრამ ცოტა რაღაცა აზზე რომ მოგიყვანო. მიდი, რამდენი ის არის, ხვა, იცი? 5 არის ეს რაღაც ჩასადგმელი. 6-ია. 6-ია ჩასადგმელი და ქვები. არ იცის. всё, გავჩერდით ბიჭებო. არ იცის. დავლიეთ ხო? ასწავლოთ კაც, თორე კიდე მოეჭრება თავი. ვა, რანაირი რაღაცა მოიგონა. აბა, დაღველებინა 4 კაცი. კაია, კაია, ძლივს. არა, ყოჩა. მე მქონდა წერტილოვანი დარტყმები. მაგრამ ეხლა კასეტური გამოვა. ეს არის მასიური განადგურება. ბატონო დავით. მაყურებელს ხო დააფიქროს, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც 4-ვე სავსე აქ დგას. ეხლა აღარ იქნება იქ. თავისზე არ დალია და ის უხარია. არც ერთ ენაზე ვერანაირად გარდა ქართულისა ვერ დავიმახსოვრე კვირის დღეები რა. ვერც რუსულად. ვერც რუსულად. რამდენიმე ვიცი, მაგრამ სხვები არ ვიცი რა. ალალად ყველა ამერევა. ინგლისურშიც ყველა მერევა, უბრალოდ ინგლისურში 3 ვიცი. რომლებიც ძალიან სანდი მანდი ვიცი. ჯიგარი ხარ. მე ვიცი მანდითი უსდი და მე სანდი მანდი. შუაში მერევა. ხო, მეც. რუსულში ვიცი პანიძელნიკ, სუბოტა, პიატნიცა. ისა. ვტორნიკ. იეტა. ვტორნიკ, ჩიტვერ. სრიდა, მეტი აღარც არის. მე ავსო. პატიოსნად მეც ბოთე ვარ. მე ვსვამ, აჰა. მე ვწამ. ვერ დაგიმახსოვრე. არ ვიცი, მეც ვერ დავიმახსოვრე. მე შენაირ კაც მანქანაში აღარ ჩავდის. მე არასდროს ვახ, სუმგონია რომ იმ ლექსს იწყებ. მე არასდროს გადამიღია ფოტო მხოლოდ რუსით რა. არქივს არ ახსოვს. ნუდები? ხო, რაღაც ეგეთი. რუსით ფოტო არც ვერ გადავიღე. ერთი წლის რო ვიყავი ითვლება? კი. ერთი წამი საცურავი კოსტიუმში გადავიღია. არა, მაგრამ ითვლება. ქობულეთში ფოტო არ გაქვს ბავშვობაში. ხო და მე გამახსენდა რომ მაგ და ჰა.
არა მე მაქვს პლაჟზე იმაზე როგორ არ გადამიღე. რატო არ გადაგიღე? რატო იკლებ ამ სიამოვნებას? არ მქონია. არა. არა, ერთი წამი, ეხლა უნდა ვიკითხოთ. ტრუსიკით არ გადაგიღია. სულ ტრუსიკოთ იღებ. აი რაღაცა. გაუმარჯოს. მე ვსვავ, ეხლა მე გადამიღე. ბავშვობიდან ნიფხვით დავტანტალებდი ჩემს სოფელს. კი, კაცა. საცურაო რატო ითვლება? ჰა? არაფერი კაცი. ტრუსიკითაც გადამიღია ფოტო. შენსაც გაქვს ფოტო გადაღებული ტრუსიკით? ბუნდეჩი. ნანობს. ზუსტად ნანობს, ისე ამბობს რომ ნანობს. კარგი იქნებოდა ბორდელის შესასვლელი. მე ზღვაში არასდროს ჩავსულ ვარ, სამკუთხედი პლავკები რო არის, ხო იცი? მაგითი. არც მე. აუ შენზე მქონდა სერიოზული. მაგთაობის კაცი ხარ შენ, ეგ უნდა არა, ბიჭო, ისეთი ბანჯგვლიანი ვარ, მაქსიმალურად დაფარული ვიყო. ისევ მე თუ დავე. ვა, კაკა მიყვართ. მოიცა ხა კიდე ერთი ბიჭი შემოგიერთდეს. იმიტომ მიკროვდა, ჩემი თვალით მაგდა. აჰა, გაგიმარჯვოთ. всё, ეხა საკუსტა თუ არ შემოიტანეს და გვიცა. იმ სამკუთხედი ტრუსიკისა. რა მე ერქვა მაგას სპეციფიური? მაშინ სხვა არ იყო და ტრუსიკი ერქვა პრობლემა. მე არასოდეს მიმიღე ორიანი სკოლაში. მართლა? 3. სამიანი კი, მაგრამ ორიანი როგორ არ მიგიღია? ერთხელაც კი? ხო, აბა. მეც არ მიმიღია. შეაფერის. ერთადერთი სკოლიდან გავიპარე. მე და ჩემი მეგობარი. ეს სათბურებთან ვიყავით. დავინახე მოდის დირექტორი. ჩემი მეგობარი ახტა. გადაუგდე ჩანთები, ავძვერი და რო ჩამოიხედე დირექტორი მეუბნებოდა. ჩამოვდი. ჩამოვედი, წამიყვანა კლასში. რა აქვსო ამასო დღესო? ასევე მომთხრა საკონტროლო. ზუსტად მაგითო გავიპარე, რომ საკონტროლოში არ მიდოდა დაბალი ნიშანი მიმეღო. აი ესე ჟურნალი აიყო და დიდი ერთიანი ჩამიწერა. და ამით გადამარჯინა ამ ჩიტის დარებას. აკვეთი ვდივედი, არ ვიცოდი და დამიწერეს ორია. მხატვრულად გასაგანში, რომელი გინდა? მათემატიკაში მაქვს მიღებული. რომელ კლასში? მათემატიკაში ამას ორს ეხლაც დავუწევდი. ნარდისის არის. შენ არ მიგიღია ორიანი? არ მივიღია გადმოვიდგი უკვე. ხო და აბა მოკიდე დალია. მიუჭახუნეთ ერთ რა ხალხი არიან ესენი ვიღაცა. ოროსნების კეი. ოროსნები და დაყრიალებული ხუთოსნები ისინი. მე არასოდეს არ მქონია ბლანჟე, ანუ ესპანიოლი, შენ როგორც მოიხსენია. შენც ხო ქონდა ბლანჟე? მე არა, მე ესეთი წვერი მაქვს. უმრავლესობას ბლანჟე გონია. ვიმარჯოს. უკაცრავად თქვენთან შესავსებია და შევავსებთ ხავე. მოდი ახლა ერთ-ერთმა თქვენგანმა შემოგთავაზეთ თავისუფალი ისეთი რო ყველა. ისეთი სადღეგრძელო რომ თვითონაც დალიოს და ყველა. მე არასდროს ჩამიფსია ბავშვობაში. არც მე. რას ქვია? არც მე ჩამიფსია. ბავშვობიდან მოყოლებული რო არ ჩაგებსა, ეხა უზარმაზარი დიდი ბურთი. ყველას ჩაგვიფსამს კაცო ბავშვობაში და მე რა ბავშვობაში კაცო? მოდი თემას რომ გავროცოთ, უბრალოდ გავგიმარჯოს. რაღაც გვაერთიანებს ხოლმე, იმერს გავუმარჯოს. უცნაურმა რაღაცამ გაგვაერთიანა, მაგრამ გაუმარჯოს. ჩემს მოსაზოგადოებად. და მეგობრებო, სანამ დავასრულებთ, როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენი მაყურებლისთვის მაქვს საჩუქრები. ყველა მაყურებლის თვემდენი გამოხდება. შენ უნდა გაგვატანო რომ ჩამოვარიო. მაყურებლისთვისაც თუ იყო სახლიდან უყურებს. კომპანია ნატახტარისგან მინდა თქვენ მაინც ესეთი ცხელი ზაფხულია თან ევროპის 20-20-ია. ლუდი დარწმუნებული ვარ, ესიამოვნებათ და მოუხდება და ნატახტარისგან მინდა თითო ყუთი გადმოგცეთ. ცოტნე თუ შეიძლება რომ მოგაწოდოთ. ცოტნე დანკრატა უნდა იყოს ზედმეცახე. აი ეს ლუდი თქვენ ასევე მეგობრებო ვათამაშებთ 2 ყუთს, დაწერეთ კომენტარი, ძალიან მარტივი წესები არის და არხი გამოიწერეთ და ინსტაგრამზე გამოგიწერეთ. ძალიან მარტივი ესეთი წესები არის და ამოვარჩევთ ეგ არის წესი? კი. ერთი წამი. ანუ მე რო დავწერო და გამოვიწერო. კიდე შანსი მაქვს რომ ორი ყუთი მოვიგო? ერთი წამი. ეხლა რა მაინტერესებს, ვიღაცა რომ დაწერს და გამოიწერს 2 ყუთს რომ მოიგებს, ანუ ორს არა, ერთს. ამ ანუ 4-დან ორი ადამიანი მოვიდა. ჩვენიდან არა, მია. არა, მაგის გარდა სუ 6 გაქვს? და ის ორი გადაიდევი? აციებთ.
და მე თბილი უნდა წავიდო. ისინი უფრო დიდებია. ბევრი დევს. ძალიან დიდი მადლობა. და მე რო ისინი წავიხოთ ეს ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ იყავით ჩვენთან. მადლობა შენ. ასევე თქვენ დალაიქეთ ვიდეო. დიდი მადლობა რომ ვიყურებდით. გამოიწერეთ ჩვენი არხები. როგორ მეგონა იმათ მიმართავთ. ოპერატორს და მეგობარს. მადლობა რომ დაგვინდა და გაზავებული იყო. თორე მე ფეხზე ვერ დავდგებოდი რა, არც ვაპირებ. მე შეიძლება კამერას უგაცოდ მე რეავდგე და მოკლედ გამოიწერეთ არხი და შეხვედრამდე. კარგად. გაჭირდა. მე რაღაც ეინანება ეს ლუც რო ბატანს და რა. ტექსტი ტრევს აი რა. წინა გადაცემაში ვინყავდა სტუმარი. წინა გადაცემაში TikToker-ები. რომელიმე ნევროზიანი ხო არ თითით არის ნაწვალები.